ხვეწებით, ანუ იმენა ამ TikTok-ზე გადაკიდებულები არიან ჩემზე, ოღონდ ანუ მართლა ვამბობ, ჩვეულებრივად გადაკიდებულები არიან. ანუ რისთვის დამიბლოკეს ახლა? ახლა უნდა გავიგეთო მაკიაჟი. სად მივდივარ და ფაიმ რა კომენტარები ახლა ეს რა ქვია? ავად ხო არ ხართ? საწყლები დადიან ესე. სად მივდივარ და ჩემი დაქალი უნდა ნახო. და უნდა გავისერნო და ჩემი ზაგოჩნა წავიყვანო სხვათა შორის. აი პირველ რიგში დავუვლი ამათ გოგო კაცები ისეთ კომენტარებს წერენ მეთქი რა ხდება ესენსის პროდუქტები სხვათა შორის რამდენიმე გამოცდილი მაქვს ფიქსატორს ხმარობდი ადრე ესენსისას და კიდე ახლა რომელი აკაუნტი თუ არ გასული ძველით ხო? ხო მე გავაკეთე ახალი აკაუნტი სადაც სხვათა შორის ძალიან კარგი აქტივია უბრალოდ ახლა რა გავემზადები ჩავწერ ვიდეოს იქ და დავდებ ხალხო ვინ სად არის ჩემთან არ უნდა იწერებოდეს ეგ არ მაინტერესებს არაფერი და ანუ ჩემი ლაივია და რაღაცა სისულელე კომენტარებს ვინც წერს დაიბლოკება მე წყარყარაში უნდა მარო კარგია ისეთი არის ყარყარაშვილები ვართ ცოტა ხო მარიამ ცოხია გამეპინე აი გოგო ხარ როგორ მეზარება მაკიაჟი აღარ გამიკეთებია რამდენი ხანია იმიტომ რომ სახერო დამეწვა მაგის მერე ვაფშე აღარ გამიკეთებია და ამდენი რამე როგორ უნდა გავიკეთო ახლა აი მარიამ დამშვიდდი всё ხშიაო ძალიან ხინკალი მშია ეს რა არის ხინკალი მშია და უნდა შევჭამო ხინკალი დღეს არ მაინტერესებს იმდენი ხანია ხინკალი მინდა ვერა და ვერ მოვახერხერო მე ჭამა ეს გამოძახებით არ მინდა ხოლმე იმიტომ რომ მე ცივი მოდის და ხინკალი უნდა ჭამო კაი ცხელ-ცხელი რომელი დამატენიანებელია და განახეთ ძალიან კაია სხვათა შორის ძალიან გაყოფილი ვარ ახლა მითავდება და უნდა მიყიდო წინაზე დედაშენმა მიცნო ძალიან კარგია იქ ვერ გადიხარ ანუ იქ ვერ გავდივარ რაღაცებს მთხოვს რა ხო და რაცა მაგ აკაუნტს ცალკე უნდა შევავლო ხელი მოკლედ ცალკე დრო უნდა რა ხალა მეზარება ძალიან წარმოიდგინეთ ხა მაგის მოხოტვა კიდე ვაფშე უკვე ისე ვარ სადაც ჩემ ლაინერი
უკვე ისე მაგრამ აღარც TikTok-ი მინდა და არაფერი. აი კიდე დავუშვათ ისიც რომ დამებლოკოს. მე სად მივდივარ? მე გავაკეთო რა ჯანდაბა გავაკეთო. აუ გავგიჟდებ. ძალიან პიგმენტურია და დავიდე და დავიტანე. არა და სპორტულები მაჩვია და რაც მინდა ხო ეს არ გავგიჟდე. სტორები დაგვიდეო გუშინ საქმეები მქონდა მთელი დღე არ მეცალა და ვერ ვიაქტიურე და ხანდახან სურვილიც არ მაქვს რომ ვიაქტიურო უკვე. ძალიან მეზარება. TikTok-ის ამბავზე ვარ რაღაცნაირად დაგრუზული თითქოს. მე აი ამდენი ხანია კონტენტს აკეთებ რა და ამდენი ხანია რაღაცა ვიდეოებს დებ. ამდენი ხანი და მე ესე უცბად და ანუ ეხავს და გრუზავს მე ადამიანს რა რაღაცნაირად გიკარგავს იმის ხალის და ეს რა ქვია სურვილს რომ შექმნა თავიდან კონტენტი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეხლა კაი დავუშვათ კიდე დავიწყე კონტენტის შექმნა რაღაც იმ ახალ აკაუნტზე, მე ისიც დამებლოკოს, ანუ უკვე ისე ვარ რომ თითქოს დავიკიდე რა. არ დანებდე, მაგრამ რამდენი ხალხი გიყურებთ, აი მართლა ზუსტად ეგ არის, რომ ვიცი რომ მყავს ესე თუ ისე შემორჩენილი საკმაოდ დიდი აუდიტორია და აი მართლა არ მინდა რომ დავნებდე მაგიტო რა, არც ამ ლაივებს და არც კონტენტს. იმიტომ რომ მართლა იმდენი ადამიანი მწერს, რომ აი ჩემი мотиваცია ხარო და ისეთ რაღაცებს წერენ, რომ აი როგორც წარმოვიდგენ ხოლმე, რომ მართლა შეიძლება ეგეთი რამე მოხდეს და ვინმესთვის ისეთი ის ვიყო. მაგრამ საბედნიეროდ არის ეგრე და მაგიტო არ დავნებდებ. რა ლამაზი ორეულია სად იყიდეო. გამოვიწერე. გონი შეინიდან. თუ საიდანაც არ მახსოვს. მე რა ვინდა ლაინერი. ვერ ხსნი. სოფი, რა შევე? მაინც გავხსენი. ლაინერს ვისმევ ერთი წამით. ყველაზე რთული მომენტი. რაც საშინელება გამოვიდა. რაცა ლაივში ვარ, ვერ ვისმევ ხოლმე. რაღაცა ის გამოდის ხოლმე. ჩაოლებრივი საშინელება. აი ეს უნდა გავაკეთოთ აქეთაც. გავიზდები.
ორი სხვადასხვა ლაინერი თანჯვეულებრივად. ედავს კი არა ლაინერს ვისმევდი და გასაშებული ვიყავი. აი, ეხლა რა ხდება? ეს უფრო დაბლა არის, ეს უფრო ისე ძალიან ადრე გაგიღვიძია, მაგრამ დღეს რაც ანტალიიდან ჩამოვედი, არ ვიცი რა მწირს ჩემ თავს ვერ ვცნობ ოღონდ მართლა. ანუ მართლა გეუბნებით რა ჩემ თავს ვერ ვცნობ. ღამე მძინავს, ესე 10-11 საათზე ვიძინებ, ვიღვიძებ დილით. ანუ მე მგონი დღეს გავიღვიძე 9-ზე თუ 10-ზე. ჭედავსა ვიღაც მიწერს და ჭედავს. ჩემზე ატრეიცნეს და ჩემზე ატრეიხცემს. ცოტა. ხატია რა დრო დაგვიდგა. ყოველთვის ჩემ თვალს და მე ყველაფერს ეხლა ეს უფრო ზევით ავწიე. აი იყოს ესე არ მინტერესებს რა მიზიღება ლაინერი საერთოდ. მოდერები არ მინდა ხალხო მყავს უკვე. დაჟე ბევრი მყავს მე მგონი და ნახეთ ჩემი წამწამები ასე თუ ისე ხოდზე მოდის ნელ-ნელა. აუ მიჭედავს მართლაც აბა ეხლა თუ ჭედავს ხა ანუ Wi-Fi-ზე გადავიყვანა ჩემი ინტერნეტი იყო და ალბათ ჭედავდა აქ ცოტა. ვიღაცამ დამწერა არ გიხდება მეიქაპი, ანუ არავისთვის არ მიკითხავს, მე რა მიხდება და რა არ მიხდება. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ შენი საქმე არ არის. ეს ხალხი გამაგიჟებს, მე შევიჭერე, იმიტომ რომ ესე მომწონს და ესე მინდოდა, არავა არ გიხდება რას და იმის გავსე ამ გოგომ თავიო. თითქოს ანუ ვინმეს ვეკითხებოდი მე აზრს, რომ ან თვები შევიჭრა, ან მაკიაჟი გავკეთო, ან ლაინერი ისე წავისვა, ანუ არა მკითხე მოამბეებს ვერ ვიტან ყველაზე მეტად, ანუ შევიჭერე, ესე გამისწორდა, შევიჭერე. ყველამ თავის თმას რომ იხედოს და სხვა რაღაცებსაც ეს ცხოვრება იქნებოდა იდეალური. რაც გვეტყვით მუზების ჩაწერილ ვიდეოზეო. ხო, შოქში ვიყავი ეგ ვიდეო რა ვნახე, იმიტომ რომ მე გოგოები საერთოდ და არც ერთი ჰაუსის წევრი ორ თვეზე მეტია, არც ლაივში არ მიხსენებია. და ვინმე თუ რამეს წერდა მაგაცზე, ან გოგოებზე, ან ვინმეზე, მე ვამბობდი, რომ ანუ არ მინდა მათზე საუბარი და თვეები ისე გადიოდა, რომ საერთოდ არ მყავდა ნახსენები და სიტყვა კონტენტი თუ მარტო მუზებს გონიათ რომ თავიანთი არის, ეგ ძალიან ანუ მაგ გოგოებს რა თავში აქვს თავარდნილი, მართლა გონიათ რომ 3 მილიონი აუდიტორია ყავთ და მართლა გონიათ რომ ყველა მათზე ფიქრობს და ყველაფერი მათ გარშემოა. მე ეგ გოგოები საერთოდ არ მყავდა, ანუ უბრალოდ თქვი რომ ვიღაცებისგან განსხვავებით მეთქი კონტენტისთვის არ ხვდებით ერთმანეთს მეთქი და ეს მუზებმა თავიანთ თავზე რატომ მიიღეს არ ვიცი, იმიტომ რომ ზოგადად
TikTok-ზე არის ძალიან ბევრი სადაქალო, ძალიან ბევრი სამეგობრო, ვინც რეალურად არც მეგობრობენ, არც არაფერი და კონტენტის გამო ხვდებიან ერთმანეთს და კონტენტს ქმნიან და მე ვიგულისხმე ეს, რომ ჩვენ მათი კონტენტის გამო ვიღაცებისგან განსხვავებით არ ხვდებით ერთმანეთს. მე ის გოგოები საერთოდ არ მიგულისხმია. მაგრამ რატომღაც მიიღეს ისევ თავიანთ თავზე. მაგათმა მე ვერ დამივიწყეს ეთყობა თორე. მე ძალიან დიდი ხანი ეგენ დავიწყებული მყავს და ძალიან არ მაინტერესებს არაფერი საერთოდ. მაგრამ რა ვიცი აბა. ჯერ გაერკვიათ მაინც. რას წერდნენ ვიდეოს. ჯერ თინათინი არ იყო ჩემზე და ჯავახაზე რომ ამბობდა რომ არა ობოლოს დავიჯერე რომ მართლა ერთად იყავითო და მე ამბობს ისო ფეიქ წვილიო. ფეიკი ვინ არის კარგად ჩანს და კარგად ეთყობა. სხვისი დაცინო არ მე ვის დავცინი ვარ მე ძალიან მაინტერესებს. ისევ არაფრის გამო რეიტინგი მოაკლდათ ეთყობა და მოუნდათ ახლა ჩემთან დრამები რომ ნახვები კონდეთ თუ რა ვიცი რა უნდათ საერთოდ რით ვერ დამანებეს მაგ სოფლელებმა თავი. ვერ წავისვი ეს ორი ერთად. მე მარიამ რამ სიხტე წავწები გქონია. ანუ ხო ვიზრდი რა ეხლა რო აღარ ვიგრძელებ. მოკლედ ის რა ქვია. რავი იზრდება. ესე იგი, მოკლედ აი ონლაინერს რაღაც უნდა ვუშველო, მე ესეთი სახლიდან არ გავალ. ეხლა სოფლელებზე ატყდება ერთი აუ მაგარი მკიდია და მეხიონ რა. ატყდება და ატყდეს რა გავაკეთო, თვითონ დაიწყეს მაგათმა მე ვაფშე მკიდია და ყოველთვის მე კიდევაც ეგენი. მე ეგეთ ადამიანებს თავს არ გავუყადრებ არასდროს. რაც ჩემ დონემდე, ანუ აი ესეც არ არიან და აი დაზე ნერვებმა მეშალა მე ჩემ თავზე მეორე დღეს რა როგორ გავუყადრე თავი და ჩემ სტორიზე საერთოდ, როცა ინსტაგრამზე მე მოგეხსენებათ ძალიან აქტუალური ვარ და ესე ვთქვათ, ყველაზე კარგი ჩემი პლატფორმა არის ინსტაგრამი და ძალიან ბევრი ნახვები მაქვს ინსტაგრამზე და მე ვთქვი საერთოდ ანუ მარიამ რატო დადე მაგათზე სტორი და რატო გავუყადრე თავი, მაგათაც ეს უნდოდათ. მე რა დონის ვარ, მე ძალიან კარგად ვიცი, მე რა დონისაც ვარ. რაც უნდათ ის ჩაწერონ, რაც უნდათ ის გააკეთონ, ხალხო მაგრად არ მაინტერესებს, მაგათაც ეგ უნდათ სუსტად. კარგი, ეხლა ტონაურის დრო მოვიდა. სად არის ჩემი ფუნჯი? აუ ახლა რომ გავირუჯე თუ რაღაცა ეს ტონალური ძალიან თეთრია ხო? რა ქნა არ მაქვს მუქი მგონი თუ მაქვს ეს მეტავშო მე აქ არის სხვათა შორის და ახლა მეაც უნდა წავიყვანო გავესეერნო სად მივდივარ ზუსტად არ ვიცი ჯერ სადმე უნდა გავისეირნოთ და შემდეგ დავსხდებით სადმე
კანი მაქვს ამდვრალი და სახე მექნება თეთრი. ნახე თეთრი სახე და შავი კანი. ბაყაყის ხორცი გემრიელი იყო. საშინლად არ გამახსენოთ არ ენდოთ ადამიანებს ვინც გაჭმევთ ბაყაყის ხორცს მე მაინც იმის იმედს ვიტოვებ, რომ ბაყაყი არ იყო, მაგრამ იყო და რა ვიცი, ერთადერთი ის ვიცი ხარ, რომ მიქიტანალური მჭირდება სასწრაფოდ ან რაღაცა რომ გავიმუქო სახე, იმიტომ რომ ეს არის აი მოჩვენებები რო არიან ხოლმე ფილმებში, ხო იცით? მკვდარს გავარ აი ეგეც. ანუ კაი როჯიმი მიყია ანტალიაში, კიდევ ვერ ვამჩნევ, რაზნიცაც არის. კარგით, მოდით ახლა ეს ჩავამუქოთ. რომ როგორმე გავიდეს ახლიდან. არა. კონტორი თუ გაქვს მუქი, მაგით შეძლებ შედარებით მოიყვანო. ხა, ეხა კონტორს წავისმევ. მე ბრონზერსაც წავისმევ და გავიმუქებ, არ არის პრობლემა. მე ეგ არ გამიჭირდება. ერთი წამით. დღეს ყველაფერს კარგავ. საშინელ მდგომარეობაშია. კომენტარებს აღარ მიჩვენებს. შენ სხვა ჭამე ხორციანი ნაყინიო, დიახ. კარმა ჩემო მეგობრებო. ნუ მიშლით ყველაფერს მოდელ პროცესს ნახულობ იკაიფეთ უბრალოდ კერპაშალოთ მე ძალიან кайფობ მაგალითად ესე იგი პარიზის ვლოგი როდის იქნება არ ვიცი არაფერი მე არ ვიცი აი ხა ამით როგორმე უნდა ჩავშალოთ და ჩავამუქოთ
30-ში იქნება ნიკა. ხო და მაშინ 30-ში იქნება. ხა ნიკამ თუ გიპასუხოთ მე რაღაც მეუნდებით. არ ვიცი მე მაგულოგების თემაში უკვე აღარაფერი. საშიარება მარჯვენა თვალზე უფრო გრძელია, ხო? ვერ გავიკეთ ერთნაირად. ანუ დღეს რაღაცა მაკიაჟში ძალიან მოვუკოჭლებ. ოღონდ მართლა. ვერ ვიკეთებ, იმიტომ რომ სახეც დამწვარი მაგთან და კანი მძვრება. ტკივა, მაგრამ თან თლად უმაკიაჟოდაც არ მინდა გასვლა. ძალიან თეთრი ხარ სახეზე, ხო? კი, ხო, დათოს გაკეთებას ალბათ ვაპირებ. ზუსტად არ ვიცი. ვფიქრობ ჯერ, იმიტომ რომ ასე თუ ისე მაინც ზევით ბევრი ტატუ მაქვს. და მინდა რომ გავიკეთო ფეხზე. ფეხზე მაქვს ერთი პატარა ტატუ. თმე ჩავმეშო. ფეხზე მაქვს ერთი პატარა ტატუ. და ანუ თითქოს მინდა რომ ფეხზე გავიკეთო. ალბათ რამე ცოტა დიდი რა. მაკიაჟი რა გინდა ისედაც ლამაზი ხარ, ვაიმე მადლობა. სიყვარულებო. მოვივიდა ბევრი. რამო ტატუ მასტერთან დადიხარ. ლაშა ლემონჟავასთან მოხსის ბოლო ტატუები გაკეთებული. ეს არა ოღონდ, ეს ვაფშე ცალკე იყო. მე ეს დავამატე. კონსილერი რომელია და ეს არის. ვისთან ერთად და ჩემ დაქალთან ერთად და მეასთან ერთად. ძუძუები განახოს დედაშენმა გარყვნილო. ეს ქართველი ბიჭები რო კვდებიან, წაიყვანეთ 1 ლარიან ჩინელებში. მოკვდნენ ბიჭები. Qoim ცოტა აზრზე მოვიყვანე. ხინკალე თუ მწვადიო. ზოგადად ყოველთვის ავირჩევდი მწვადს. ყოველთვის. მაგრამ არ ვიცი, ამ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში რა ხდება, ჩემს ტვინში ხდება გადატრიალება. და
ადრე მაგალითად დიდად ჩაკაფულზე არ გიждდებოდი. ჩაკაფულის გამო სიცოცხლეს დავთმო. ისე შემიყვარდა. რამდენი დღეა ნატრობ და მეზარება გაკეთება. და ხინკალზეც აი რაღაცა გავგიждდი და გადავირიე. რატო არ ვიცი, ზოგადად ეგრე არ ვიყავი. და ასე რომ ხინკალი თუ მწვადიო ვერავერ ჩემ და ორივე ძალიან მიყვარს. ესე იგი ეგმსელა შემდგენს წიგნიდან არის შენ მარტო არ ხარ. არა ეს მზე ჩემთვის სხვა რაღაცას ნიშნავს. წიგნიდან არა მომიღია. უბრალოდ ამ ტატუს იმაზე მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ეს პროსტა ჩანს და ძალიან ადრე გავიკეთე. ანუტა მოგვენატრაო, ანუტა მეც მომენატრა ხალხო, ჩემი დაქალი მეც მომენატრა, თქვენ კი არა. სულ მუშაობს, სულ სამსახურშია და ვერ ნახულობ წესიერად საერთოდ. ასე რომ თქვენ კი არა მეც ძალიან მომენატრა. ჩემი გოგო. ამის გელით გაკეთება დამავიწყდა. просто დავივერცხნა და всё. თმას როგორ ვიკეთებ და просто გავიშლი ალბათ. როგორც ყოველთვის. თან მე მგონი გაშრობასაც ვერ ვასწრებ. ცხვირიო, რა გინა ჩემი ცხვირისგან? დამწვარი მაქვს. ტოპათეული გითხარი საჭმლისო. ქართული სამზარეულო და ხინკალი მწვადი ჩაკაფული. ხომი და ყველი ან ელარჯი ვგიჟდები. მართლა ვაბოდებ. ხაჭაპური და ლობიანი. რა თქმა უნდა. რამდენი დარჩა კიდე? არა, ცხვირზე ოპერაცია გაკეთებული არ მაქვს, ჩემი არის. და კიდე რა მიყვარს ძალიან? კიტრი პომიდორის სალათი. თავის პურთან ერთად და ის შიგნით წვენი რო არის ფემრგიჯდები. აი საჭმელებზე რო ვლაპარაკობ, როგორი ბედნიერი სახე გამიხდა. კიდე. არ ვიცი, აი ბევრი რამ მიყვარს. ქართულ სამზარეულოს თუ ავანებებს თავს კიდევ მიყვარს ძალიან. ლაჰმაჯუნი მიყვარს. ირანული სამზარეულოც მიყვარს ძალიან. ქაბაბები და რაღაცები რო აქვთ. სანგემრელია თავიანთ ბრინჯთან და რაღაცებთან ერთად. სუში მიყვარს ოღონდ ან კრაბის ან აი პატარა ხიზლალები რო აქვს უმითევზის სუში მეზიზღება ან უნდა იყოს ბოსტნეულის უმთევს ვერ ვჭამ გული ამერება всё მაგას მორჩი ტუჩებიღა დამრჩა
ეს იყოს? იყოს. ნიკა ფოლადაშვილს კი ვიცნობ. ჩემი ბავშვობის მეგობარი. შემწვარი სუშიც მიყვარს კი. უფრო ყველაზე მეტად მიყვარს პასტლეულის ალბათ და პატარა ხიზლალები რო აქვს, თქონდე სამ პატარა. ამ ტატუზე ვთქვი ამ მზეზე, ნუ ეს მაგ თინეიჯერობაში გაკეთებული და ამას ჩემთვის რაღაცა სხვა მნიშვნელობა აქვს, ეს უბრალოდ მარტო მზე არ არის. დრო რა დააბრუნა ალბათ აღარ გავიკეთებდი. თუნდაც მაგ მნიშვნელობის გამო, მაგრამ გავიკეთებ. რას ვიზოთ? ჯავახათო ხინკალიო. ხინკალი. So. არა ხალხორსლოდ არ ვარ. დიდი მადლობა, მაგრამ არ ვარ. მეა თუ ხინკალი? მეა. მადლობა დიდი. თმების დრო მოვიდა, მაგრამ თმები არის სველი.
წერა ჩავიცვა. მეცვა სპორტულები. ეგენი გეცვასო მადლობა საყვარლები ხართ. მეორე აკაუნთით ვერ გავდივარ ლაივში, იმიტომ რომ რაღაცა პრობლემები არის მოკლედ რა. აკაუნტს უნდა მივაბა ID და ასე შემდეგ და იმაგას რომ მოვიცლი გავუკეთებ აუცილებლად და ახლა ვიდეო უნდა ჩავწერო ლაივიდან რომ გავალ. რომ მე მგონი ამ აკაუნტზე ვიდეოს დადებას არანაირი აზრი აღარ აქვს. არანაირი აზრი აღარ აქვს მართლა რა, იმიტომ რომ ხალხო 15 და 20,000 ნახვებით ძლივს აქ როცა გუშინ გავაკეთე აკაუნტი რაღაცა ვიდეო დავდე და უკვე 150,000 ნახვა ქონდა რა. აქ აღარ გავდივარ რა ფორეულზე ამ ბანის გამო და რა აზრი აქვს აქ კონტენტის შექმნას და რა აზრი აქვს ამ აკაუნტზე სადაც ბანი მადავს აი წვალებას. ერთი ვიდეოს გადაღებას და იმას იმდენი წვალება უნდა. თუნდაც ეხლა რაღაცა უაზრო ვიდეოებზე არ ვამბობ, აი რაღაცა ვლოგი რო გადაიღო, კონტენტი რო შექმნა რაღაცა ხო სერიოზული. მე რაღაც ის რო გადავიღე. რა ქვია იმას ჯადო რო ქონა ვიღამაკეთებული. ostri. ამ ostri-ზე ვიდეო რო გადავიღე, ხო. მე იმდენი მიწვალე მაგ ostri-ის ვიდეოს გადაღებაზე, ერთი საათი ვიღებდი, ჩვენ რაღაცა მზამზარელ ვიდეოს რო ნახულობთ აქ 20 წამიანს და 30 წამიანს შეიძლება მაგის უკან ძალიან ბევრი კადრი იყოს, მაგის უკან ძალიან ბევრი მონტაჟი იყოს და ასე შემდეგ და ნამდვილად ეს ყველაფერი მე ეს მონტაჟი, ეს კადრები, ეს ყველაფერი ხო უნდა მიღირდეს ხო რაღაცად. ეხლა მე 15,000 ნახვისთვის მე კონტენტის შექმნა ნამდვილად არ მიღირს, როცა ფორეულზე ვერ გავუვარდები, ხო ხვდებით? და როდესაც დაბანული მაქვს ეს აკაუნტი. თუ იქით რაღაც ახლა უკეთესობა იქნება და სხვა ვიდეოებზეც ვნახავ რომ კარგი აქტივია, გავაგრძელებ იქით. Views halteri რომ ჩაიცვა საოცარი გოგო ხარ. ფაინდა მერწჩებო. მაგას მიხადავწყვეტავ ხო მე მგონი რას ჩავიწმევ და როგორ ჩავიწმევ. მე მაგალითად ძალიან მაწუხებს და არ მიყვარს. სამწუხაროდ. 800 ადამიანი უყურებთ ამის თმის ვარცხნას. თმის ვარცხნას არასაყვარელო. მე საუბრობდი ლაივში ძალიან ბევრ რამეზე, ასე რომ მოდი დამიწყნარდი და შენ რატო არ გიყურებს 800 კაცს? ჩემ ლაივში რატო უყურებ? პატარა. ძალიან მაინტერესებს. ბოგმაშური. შოკში ვარ.
სხვა ტატუებს არ აქვს ესე არაფერი ისეთი მნიშვნელობა დიდად გოდი აიმე ძალიან დავიღალე უკვე ამ კითხვებით ანუ ადამიანს გეფიცებით ლაივში გასვლის სურვილს უკარგავენ მონ მართლა მუქი კონტური გიშველის ბევრი წაიშვიდა ხა მომივიდა ერთ წამის მეგობრებო სანდაქალი მირეკავს მოვედი დაგებრუნდით ვაიმე მადლობა ძალიან საყვარელი მიხართ ძალიან შეცვლილი ხარ ცუდად არ მიიღო კარგად ცუდად ნუ რა ვიცი თმებმა შემცვალა ერთ სურმა გაიზარდოს მაგრამ ანუ მართლა ძალიან მალე იზრდება თუ გახსოვთ ერთი თვის წინ სადღაც ესე შევჭერი და ეს იყო ძალიან ზევით და ანუ აი ესე მქონდა შეჭრილი როგორც ეს არის და ცოტა გრძელი უფრო ისე მალე იზრდება რომ მრჩევანი არ დავიგრძელო რა ეხლაც იგივე ვარ კილოგრამებში და 1 კილო 2 კილო მოვიმატე ეგ ანტალიაში სამწუხაროდ იმდეს ვჭამდი მაგიტო ვარ ეხლა კვერცხზე მადლობა მოკლედ შენ და ჯავახა დაშორდეთ ყველა ის შეკითხვა რატო ერთადაც რო არიან მაინც ამ კითხვას უსვამთ ანუ არ ვიცი მართლა რა ეს ხალხი გამაგიჟებს არ გავს ეს მარიობს მე აგვინდაო ვაიმე ჩემი დამაღინდებული მე აგანახოთ მე ასად ხარ აი ვანზე წავს გარეთ უნდა საწყალი წაგიყვანე აი ძამი მე საყვარელია ძალიან თეთრი ვარ სახეზე რა უკედი გოგო ძახსო მე არაფერი დედა ჩემმა შეჭრა ესე მე რა შუაში ვარ დედა ჩემის ბრალი არის ონ მართლა საწყალი ვაი ჩემი საწყალი დეპრესიაშია ძაღლი სერიოზული დეპრესია აქვს ამ ყველაფრის შემდეგ რაც აი ეს დაემართა ხასიათი არ არის ჩემი საწყალი მეა რამ ხელა დავიუჩანსო ანანო კაცე და ქალია გადავება შეხედე მეა ვაი მოწე საჩუქარი რა საჩუქარი
ლომს გავსო. ცუდად ვარ. მოგენატრა ბაღის გემო არა. მადლობთ არ მომნატრებია. რაუჩომ პატარა. სპარტული სტილი გიხდება ძალიან. Oh, thank you. Sorry, my love. ჩემო ეს ინგლისური გადმომეტო. ანუ აი პატარა. ამ თემაზე საუბარი არ მინდოდა. არა, ეს ვარდები არის ის რა ქვია. ხელოვნური დაარწმუნებული. ხატია დედას მე მივეცი და შენ და ჯავახას საჩუქრები იყო და გადმოგცეს ხო? კი. გადმოგცეს. ხატია მოგვიტანა. ანუ რა თემაზე და არ ვიცი თქვა რთულია ცოტა ამ თემაზე საუბარი რა არ გასცემს ისევ ჭორობას რომ ვიწყებ ჭორობას არ ვიწყებ ჭორობას რატო ვიწყებ ანუ ცუდად ვარ ვიცით ყველამ ვინ არის დაიკიდა ეგარი ბოხმაჩა. ან მაგაზე საერთოდ არ ვსაუბრობ ხო, მაგრამ არ მაინტერესებს ეგენი. თქვი. აი ხო. აგო ინტრიგაში ჩაგაგდეთ ხო. საქართველოში ვარ კი ჩემთან ვარ სახლში. არა ეს ანუ უნდა ითქვას ყველა ვარიანტში უბრალოდ აი ძალიან დავიღალი ამ კომენტარებით მართლა რა რამეთის ვაროცის არა ხო ხინგალი მინდა ეგუნდი მithქვა ხინგალი მინდა ძალიან ხინგალი მომიტანეთ დადარ ხადამთავრდა პრაიმ შოუ და რას გირჩიან ვერ გავიგე ამით არ ვიცი მართლა არ ვიცი ვის რა უნდა ანუ უკვე მე მორჩი რა არ მუშაობ მაგრამ ეხლა უეჭველი უნდა დავიწყო არა მეგობრებო არც ორსულად არ ვარ და ანუ რამე მეტყობა ორსულის ხიპი მაგ თუ რა არის 2007-იანი ვარ კი ხო ჩემი ლაივი არის და აი დავიღალე მართლა ესეთი რაღაცა კომენტარებით რომ ის ანუ
აი კიდე კომენტარები იწერება, რომ აი შენ და ჯავახა, შენ და ჯავახა, შენ და ჯავახა. დიახ მეგობრებო, დავშორდით, დამშვიდდით, აღარ არის ამდენ გაზპომა და სამდენ რაღაცები საჭირო. უბრალოდ იცით რა არის ადამიანებს უნდა აცადოთ თავიანთი ცხოვრება. ნუ მე ესე ვთვლი და ესე ვფიქრო. ელემენტარული არის რაღაცები, რაზეც საუბარიც არ შეიძლება რომ არ გვინდა. ხო ადამიანებს და თქვენ ელემენტარული, არც იმაცდით ლაივში გასვლას და მისპამავთ და მირეკავთ და აი ეს რაღაცებს წერთ და ძალიან დამღლელია მართლა და მე მეუბნებით რომ ლაივში რატო არ გადიხარო და კონტენტს რატო არ გქონია? რა კონტენტი მე შექმნა? შემოვდივარ თუ არა ლაივში, მუზები, შენ და ჯავახა, მუზები, ჩემი ლაივია, ხო? ჩემი ლაივია და მე თვითონ გადავწყვეტ და ჩვენ თვითონ გადავწყვეტ ადამიანები ჩვენ ურთიერთობებსაც, ხო? ესე მოხდა. რომ უბრალოდ ხდება ეს რაღაცები ხალხო ცხოვრებაში, რომ ადამიანები რაღაცებში ვერ ეწყობიან, რაღაცებში ვერ უგებენ და ესე თავრდება და ეს არ არის საშინელება და ვაიმე და სალომე მეგონა ვინ სალომე რითაც გავხდით ცნობილი, იმას გეკითხებიან. რითი გავხდით ცნობილი, მე მუზებით გავხდით ცნობილი და ჯავახეთში. ეგ არ არის სწორი და ნორმალური. ჩემი მეზობელი ხარ თემგაზე არ ვცხოვრობ რანაირად ვარ. ჩემი მეზობელი. მეწყინა რაღაცნაირად, მაგრამ ამ ცხოვრებაში ხალხი ყველაფერი ხდება და სად იყო ჰაუს თემქაზე როგორ ცნობილი იყავი? ცუდად არ გახსოვს. ანასტასიაზე რა მიგვითხრი? ანასტასია რა ძალიან საყვარელი გოგოა, ბევრჯერ მithქვამს. ლაი მოგამიჭედა ერთი წამით. ორეული გამოვწერე. ვიდეოები რო კიდევს ისევო. აი მე ხალხო ნელ-ნელა ყველაფერს დავშლენ ნერვიულად. თქვი უკვე ერთხელ და ხა რა გინდათ რომ 10 ჯერ და 20 ჯერ გავიმეორო? ხალხი ხანდახან ხდება ესეთ რაღაცები, 10 და 15 წლის ოჯახები ინგრევა და ეს რა ქვია? პირადული კითხვებისგან თავის შეიკავეთ. არც არის ეს არავის საქმე, ჩემი პირადი ურთიერთობა იყო და დასრულდა და დავასრულე თუ რა მოხდა. უბრალოდ ძალიან ბევრი რო ისპამებოდა და ძალიან რო ტვინს აიღეთ უკვე, მაგიტო გადავწყვეტე რომ მე თქვათ, მე ვთქვი რომ თუ ეგეთი რამე მოხდება, გაგაგებინებს თქო. მიზეზი პირადულია, არაფერი ისეთი ცუდი და რაღაცა, არაფერი, უბრალოდ არის რაღაცებში, რაშიც მე ვერ ვუგებდი, რაღაცებში თვითონ ვერ მიგებდა, ასე ვთქვათ და რაღაც პატარ-პატარა პრობლემებიდან გამომდინარე, ესე გადავწყვიტეთ ორივემ. არაფერი ისეთი ცუდი, კარგი ურთიერთობა მექნება და გვექნება ყოველთვის. ცუდი არ მომხდარა არაფერი, უბრალოდ ორივესთვის ესე სჯობდა ჩემი აზრით, ჩემთვისაც და მისთვისაც.
ანუ ანტალიაში ვიყავით ერთად, მაგრამ ანტალიდან რომ ჩამოვედით, ესე მოხდა. პატარა ძმაც მყავს კი. ხო, ეხლა მინდა რომ ვიდეო ჩავწერო. რომ იმ აკაუნტზე გადავიდე. და არა, ვლოგები დაიდება კი ისე, YouTube ვიდეოები დაიდება. არ მაინტერესებს ვიცი რომ ბევრს გაუხარდება კაცო ვიცი აბა რა ხალხი წამებს და წუთებს ითვლი და მართლაც არა ხალხო რა წონის მატებაზე ვარ ანტალიაში მომიმატა ცოტა მეორე ჭამე წონის მატებაზე ხა მეგობრებო ახალი რუბრიკა მაქვს წონის მატება წონის მატებაზე ვარ მოკლედ 120 კილო უნდა გავხდე ეს არის ჩემი მიზანი ჯერ ვარ 65 კილო და 120 კილოზე ნავიდე დიახ ჩემო მეგობრებო მართალია ეგ ჯავახა მიცის რო დაშორდით თუ რა თქმა უნდა იცის ანუ ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება რამე კარგი ვიდეო გადაიხადეთ და დაგვიდეთ ლამაზად ხარ ძალიან აუცილებლად კი ჩემო მეგობრებო ხინკალი ხო არ გამიკეთებინა აუ რაღაცა კონტენტი უნდა დავიწყო უეჭველი რა აი უეჭველი თან ოღონდ აი იმ TikTok-ზე რომ დაიმართოს გავგიზდები. არა ხალხო რა სისულელი არავისთვის არ უღალატია ეგეთი რამე როგორ გაივლეთ თავში რომ ან მე ვუღალატე ან იმან მიღალატა ანუ არაფერი სერიოზული მიზეზი განსაკუთრებით ეგეთი საშინელი მიზეზი ღალატი არ ყოფილა. უბრალოდ იყო პატარ-პატარა რაღაცები რაშიც ვერ ვუგებდით ერთმანეთს. და ანუ ესე მოხდა თორე პატარა მიზეზები არაფერი ღალატი და ეგეთ რაღაც რა საზისხრობა არის ხალხო პატარა მიზეზებზე ანუ ნახეთ რა არის ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ რა რას როგორ ვიზავთ ანუ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ესე იგი ესე იყო საჭირო არავის საქმე არ არის რომ ჩაერიოს ჩვენი პირადი და დეტალები მხოლოდ ჩვენი საქმე არის მეგობრებო წავედი ახლა ვიდეო უნდა გადავიღო რამე ჩავწერო მე ახალი აკაუნტზე უნდა დავდო და ეს რა ქვია მე იქნებ გზიდან გამოვიდე ლაივში, მაგრამ თან ძაღლიც უნდა წამოვიყვანო, ასე რომ ვერ დაგპირდებით, მაგრამ საღამოს გავალობთ ლაივში. დეპრესია არ გაქვს. დეპრესია მე მეგობრებო, დეპრესიები გამოვიარე ამ ცხოვრებაში, დეპრესიაში ვარ სულ და დეპრესია იმას არ ნიშნავს, რომ ლაივში მე იტირო და იჯღავლო. ავედი ხო გაკოცეთ.